Salmები ძალიან დიდი მადლობა რომ პასუხობთ ჩვენ კითხვებს. პირველ რიგში დავიწყოთ პოლიტიკური კრიზისი განმუხტვის ნაცვლად შედის თუ არა ახალ ფაზაში და რა ფაზაა ეს? ეს ის ფაზაა, როდესაც ხელისუფლება თავისი ესე რომ ვთქვათ პოლიტიკური მიზნების ერთგულია, რასაც ქვია, მიმდინარეობს დამკვიდრება ესეთი აგრესიული ავტორიტარიზმის მე ვიტყოდი, ავტორიტარული სისტემის ეს გზა რამდენიმე ფაზად იყოფა, ხო? პირველი არის საკუთრივ ავტორიტარიზმი, როდესაც ხდება მისაკუთრება ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის გაკონტროლება და ეს ფაზა ჩვენმა სახელმწიფომ უკვე გაიარა დიდი ხანია, ხო? მეორე ფაზა ეს არის დიქტატურა და პრინციპში ამ მიმართულებითაც სერიოზული ნაბიჯებია გადადგმული. დიქტატურა ეს არის სიტუაცია, როდესაც იწყება უკვე პოლიტიკური განსხვავებული აზრის დევნა, ხო? პოლიტიკური, სამოქალაქო და ინდივიდუალური ოპონენტების, ესე რომ ვთქვათ, დასჯა, მოთვინიერების პროცესი და უკვე გარკვეული სიმპტომები გაჩნდა უკვე მესამე ფაზის, რასაც ქვია უკვე საკუთრივ ტოტალიტარიზმი, როდესაც განსხვავებული აზრის დევნა, პოლიტიკურად განსხვავებული აზრის დევნა აღარ არის საკმარისი და უკვე პირადი ცხოვრების კონტროლზე გადადის სისტემა, ხო? აი სამზარეულოში რაზეც ჩურჩულებთ, ისიც უნდა იცოდეს და იმას უნდა აკონტროლებდეს, ხო? ამის გარკვეული სიმპტომებიც გაჩნდა და უშუალოდ იგივე მზია ამაღლობელის кейსში, ესე რომ ვთქვათ და კიდე არის სხვა ამის სხვა სიმპტომებიც არის ამის. ხელისუფლება მიიღო ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება რუსული ტიპის ავტორიტარიზმს ამკვიდრებენ ქვეყანაში და ეხლა ავტორიტარიზმს კიდე ესე რომ ვთქვათ ფორმირების ფაზაში ერთგვარი ბულემია ახასიათებს, ხო? ის ვერ ძღება ძალაუფლებით, სულ უფრო და უფრო მეტი უნდა რაღაც ეტაპიდან თავიდან თვითონაც აქვს ილუზია, რომ სადღაც გაჩერდება და ესე რომ ვთქვათ რაღაც კომპრომისების ძებნასაც დაიწყებს და თუნდაც ფაზატურად დემოკრატიულ რაღაც ესე რომ ვთქვათ ანტურაჟს შეინარჩუნებს, მაგრამ სინამდვილეში ეს არის შეუქცევადი პროცესი. რატომ? იმიტომ რომ თუ პირველ ეტაპზე აი ესეთ სისტემის დამკვიდრების ამოცანა ხელისუფლისთვის არის გარკვეული კეთილდღეობის მოპოვება და ძალაუფლებით ტკბობა. შემდგომ ეტაპზე, როდესაც ძალიან ღრმად შეტოპავს, ხო, და უკვე ძალიან ბევრ დანაშაულს ჩადის ამ გზაზე, უკვე ესე რომ ვთქვათ, მისი ამოცანები ტრანსფორმირდება ერთგვარ თვითგადარჩენის ინსტინქტში, ხო? რას გულისხმობ გეტყვით, ახლა ის აცნობიერებს, რომ მან იმდენი დანაშაული ჩაედინა, რომ ძალაუფლება თუ დაკარგა, ამ შემთხვევაში მას უცილობლად მოუწევს პასუხისგება და ის გადადის უკვე თავდაცვის რეჟიმში და ემსგავსება მხედს, რომელიც გალიაში გამომწყდეული, აი დამშეული მხედი, რომელსაც და შესაბამისად მას უკვე გათიშული აქვს ესე რომ ვთქვათ გონი ის აღარ ფიქრობს, აქ პოლიტიკურ მოტივებზე უკვე ლაპარაკი არ არის, რატომ? იმიტომ რომ ის მოქმედებს უკვე თვითგადარჩენის ინსტინქტის საფუძველზე და მეტი არაფერი. აქედან გამომდინარე, ჩვენ ხშირად სიტყვილად ვეძებთ რაღაც პოლიტიკურ ლოგიკას სხვადასხვა ფაქტებში, ხო? მაგალითად, რაში ჭირდებოდათ ზურა ჯაფარის პატიმრობა. ან არის კი ივანიშვილი ახლა იმის ფუფუნება აქვს კი, რომ ახალი პოლიტიკური პატიმრები დაიმატოს. აი ეს ფრაზები გვესმის. აქვს ამის ფუფუნება, როგორ ჩანს აქვს. მან უკვე დაწვა ხიდები, ხო? ის ფიქრობს, რომ მან უკვე იმდენი დანაშაული ჩაიდინა, რომ მხოლოდ წინ უნდა იაროს, მხოლოდ ძალის დემონსტრირება სულ შეტევაში უნდა იყოს, იმიტომ რომ ყველა სხვა შემთხვევაში მას უკვე აქვს, ესე რომ ვთქვათ, პირადი უსაფრთხოების პრობლემა უჩნდება. ის ესე აზროვნებს უკვე და მას აღარ აქვს უკვე უკან დახევის არანაირი საშუალება, მან უნდა შეინარჩუნოს სისტემის მდგრადობა, ხო? და სისტემას ეჭირდება მუდმივად ეს ძალისმიერი კონტროლი, რომ ესე რომ ვთქვათ, რყევები არ დაიწყოს შიგნით, ხო?
ის მოქმედებს დღეს ინსტინქტებით, მხოლოდ ინსტინქტებით. რა თქმა უნდა, არ არის ეხა მისთვის კომფორტული, ხო, ეხა ჩვენ ნუ ვიტყვით ისე, რომ ეხა უხარიათ იმათ ძალიან ზურა ჯაფარიძის ან სხვების დაპატიმრება. რა თქმა უნდა, არ უხარიათ, მაგრამ რადგან ამოცანა არის კონტროლი და მათ ამ შექმნეს გარკვეული უკანონო კანონები, ხო, ანუ ისინი რას აკეთებენ, ხო, შექმნიან, ესე რომ ვთქვათ, დღევანდელი სამყაროსთვის უკანონო კანონს, მიუღებელ კანონს და მერე აპელირებენ კანონის აღსრულებაზე, ხო, რომ აი კანონს არ დაემორჩილათ და რა ვქნათ, თვითონ იღებენ, ესე რომ ვთქვათ, აი ესეთ აბსურდს და მერე ამ აბსურდს ეყრდნობიან და ამით აправებენ ყველაფერს, ხო, თვითონვე ესე რომ ვთქვათ, ფუთავენ ამ ისტორიებს და არა აქვს მათ სხვა გზა, ხო? ეხლა ურჩევნია რა თქმა უნდა, რომ მოათვინიეროს საზოგადოება, მაგრამ საზოგადოება როცა არ ემორჩილება, ის იძულებულია, რომ დაიჭიროს, განდევნოს, შეაშინოს, დააშანტაჟოს და ასე. ნახეთ, ასევე ფრაზა, რომელიც ხშირად ისმის, ვერალაგებს, აი უნდა და ვერალაგებს, მაგალითად, დასავლეთთან, შეერთებულ შტატებთან, ევროპასთან, უნდა კი რეალურად დაალაგება, ეს მის ინტერესშია დაალაგდეს, თუ პირიქით, მის ინტერესშია, რომ ეს ვთქვათ, აი ეს დასავლური წნეხი კარგი გაგებით, ანუ დემოკრატიის კონტროლი აღარ იყოს მასზე და თუ ვერც დაალაგებს კიდევ რაღაც ამ ლოგიკით მოქმედებს. დაალაგება უნდა, მაგრამ დაალაგება უნდა თავის პირობებზე, ხო? დაალაგება უნდა ისე, რომ მუდმივად იყოს ძალაუფლებაში, ანუ მისი უსაფრთხოება და კეთილდღეობა იყოს დაცული. ამ პირობებზე უნდა დაალაგება. ამიტომ არ უნდა მას არაფრის დათმობა არც მართლმსაჯულების, ამიტომ რომ სხვა უსაფრთხოების სხვა გარანტიას გარდა ძალაუფლების მონოპოლიზაციისა ის ვერ ხედავს, ხო? ის არ ენდობა ეხლა არც დასავლეთს აღარავის აღარ ენდობა და შესაბამისად რა თქმა უნდა ეხლა მისთვის იდეალური იქნებოდა რომ ესე მენტალურად რუსული რეჟიმი ააშენოს, ანუ მისი ძალაუფლება გახადოს ფაქტობრივად უწყვეტი და მუდმივი, მაგრამ ესე რომ ვთქვათ ბოდიში და ერთი ადგილი მოითმოს დასავლეთში, ხო? მე ნებისმიერ საშუალო სტატისტიკურ კოდზე ვლაპარაკობ ეხლა, ხო, რომელსაც უნდა რომ დასავლეთი ლანძღოს მუდმივად რუსული, ესე რომ ვთქვათ, კორუმპირებული მეთოდოლოგიით მართოს ქვეყანა, ხო? და ესე რომ ვთქვათ, ის წოვოს, ხო, რესურსები ქვეყნიდან და თავის კეთილდღეობა მოიწყოს. მაგრამ მისი შვილები სწავლობდნენ ევროპაში და ამერიკაში, უძრავი ქონება იქონდეთ, ანგარიშები იქონდეთ. ესე უნდათ, მაგრამ ესე თუ არ გამოვა, ბუნებრივია, მათ უკვე პირადი უსაფრთხოების საკითხი უდგათ და შესაბამისად ისევ იხრე ყველაფერი მიდის რუსეთისკენ, ხო? მათთვის აი ესე დგას არჩევანი, სხვა არჩევანი ეხა ის რომ მათ ფასეულობათა სისტემა აღიარონ დასავლური, ხო? რაღაც კომპრომისებზე წავიდნენ, დათმობებზე წავიდნენ. ამის ეშინიათ, იმიტომ რომ ეს მათ უსაფრთხოებას უქმნის უკვე პრობლემებს. არა მხოლოდ კეთილდღეობას, მათო კეთილდღეობაზე დავაზუსტებ, მათ უნდათ ევროპასთან ურთიერთობა, დასავლეთთან ურთიერთობა თავისი პირობებით, თუ საერთოდ არ უნდათ მინიმალურ დონეზე, რომ უფრო ეს ვთქვათ, მოცემულობა დადგეს ასეთი, რომ საზოგადოებასაც უთხრან, რომ აი ნახეთ, როგორ გვექცევიან რაღაც სუვერენიტეტს გვილახავენ და ასე შემდეგ და ჩვენ ახლა გრჩება აი ეს მოცემულობა, როგორც ვიქტორ ყიფიანის ინტერვიუ ვახსენე, რომელიც ამბობს, რომ დაახლოებით წლის ბოლოსთვის რაღაც საგარეო კურსი შეცვლას გამოაცხადებენ და ის დასავლური შინაარსისგან დაიცლება, ევრაზიიზაცია დაახლოებით რაღაც ასეთი მოხდება. ეს არის რა თქმა უნდა, აქეთ მიდის პროცესი, აქეთ მიდის სინამდვილეში, ხო? ეხლა ისინი კი ფუთავენ და ცდილობენ ისე ევროპის დროშა, ევროკავშირის დროშას ამოეფარონ და ჩვენ ევროპაში გვინდა იძახონ ესეც იმისთვის რომ რა სისტემის სტაბილურობა შეინარჩუნონ, იციან რა რომ სისტემა ეხლა არ არის მაინც და მაინც პრორუსულად განწყობილი, ხო? ეს იციან და ამიტომ სანამ კიდევ საშუალება აქვთ აი ამ მანევრებს, ამ ესე რომ ვთქვათ, მანევრებს ატარებენ, თორე მათი ამოცანა გასაგებია, ხო, საბჭოთა კავშირში გვაბრუნებენ პირდაპირ გეტყვით, მათ უნდათ აი ესეთი
მოდელი შექმნან აზერბაიჯანული მოდელი უნდა შექმნან საქართველოში ხო აი პირდაპირ გეტყვით ეხლა რა ილჰამ ალიევის სხვათა შორის იგივე აი ამ ევროპელ ლიდერებთან ერთად ბევრად უფრო ასე ვთქვათ ორგანულად გამოიყურება თავის კონტაქტებით თუ ალიევის მაგალითზე ლაპარაკობთ რა თქმა უნდა, იცით, რა არის, იცით, იმისათვის რომ ეს არ ნიშნავს უკაცრავად მაყურებლისთვის ვაზუსტებ, რომ აზერბაიჯანის და საქართველოს ვადარებ ამ შემთხვევაში, მე ასე მჯერა და ამ ეტაპზე მაინც ჩვენთან სხვა ვითარებაა დემოკრატიის თვალსაზრისით, რაც გვაქვს, რა მოცემულობაც გვაქვს. არა, მარტო ამაში არ არის საქმე, იცით, აი მე ხა ჩვენ რეჟიმზე ვისაუბრეთ ხო უკვე და რეჟიმს სჭირდება, რეჟიმი ერთგვარი ურჩხულია ხო რომელსაც ჭირდება მუდმივი კვება იმიტომ რომ თუ და რაც უფრო იზრდება ეს ურჩხული კიდევ უფრო მეტ და მეტ რესურსებს მოითხოვს ხო და თუ პატრონმა ეს საკმარისი საკვები ურჩხულს არ მიაწოდა ის მე საკუთარ პატრონსაც სჭამს ეს იცის ბიძინა მშვენივრად და აქ არის პრობლემა ზუსტად ჩვენი ხელისუფლების აზერბაიჯანისგან განსხვავებით იმიტომ რომ შენ როდესაც ესეთ რეჟიმს აკვიდრებ ხო შენ უნდა გქონდეს შიგა რესურსები რომლითაც შენ კვებავ ერთის მხრივ სისტემას და მეორეს მხრივ გარე სამყაროსთვისაც საინტერესო ხარ ხო რის გამოც შეიძლება რაღაცაზე თვალი დაგიხუჭო ეხლა საქართველოს ესეთი არაფერი არ აქვს გეოპოლიტიკური ფუნქცია როლი ადგილი დიდი ბოდიში ეს გეოპოლიტიკური ფუნქცია აღარ არის საქართველოზე დამოკიდებული. თქვენ რა გონიათ რომ ამ გეოპოლიტიკური ფუნქციით ვაჭრობის რაიმე რესურსი ამ ხელისუფლებას აქვს? არანაირი რესურსი არ აქვს. არანაირი, იმიტომ რომ იქ უკვე კონტროლის ხვებს აქვს იგივე აზერბაიჯანი, თურქეთის სხვა მოთამაშეები აკონტროლებენ. ეს თქვა რგოლია ამ ჯაჭვში. რგოლი კია, მაგრამ ეს არ არის უკვე ხელისუფლების ნებაზე დამოკიდებული, ხო? ხელისუფლებას არ შეუძლია იმის გადაკეთვა, ხო? მე მეტი რომ გვითხრათ, მოკლედ თქვენ ეს არის ჩვენ გეოპოლიტიკური ფუნქცია ჩვენ გვაქვს იმ შემთხვევაში, თუ რაღაცაზე კონტროლი გვაქვს და ამ გეოპოლიტიკურ ფუნქციაზე აი ამ იდიოტური პოლიტიკის გამო ჩვენ უკვე კონტროლი დაკარგული გვაქვს. იმას სხვა ძალები აკონტროლებენ. აბა გაბედონ და ჩვენმა ხელისუფლებას შეეხოს ამ გეოპოლიტიკურ ფუნქციას. რა კრანს გადაკეტავენ თუ რას იზამენ, ხო? მეორე დღეს აორთქლდებიან რა. ეს იციან, ანუ მათ კონტროლი დაკარგული აქვს ამ გეოპოლიტიკურ ფუნქციაზე. დიდი ხანია უკვე. ასე რომ ეს არ არის მათი ესე რომ ვთქვათ აქტივი, ან ის ძლიერი კარტი, რომლის გათამაშება რა კარტი უჭირავთ საერთოდ ხელში? ეხლა ივანიშვილი რას თამაშობს რა კარტებით? მხოლოდ რუსეთი ერთის მხრივ და ეხლა არ მიყვარს ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ის რომ არ არსებობს სრულფასოვანი ალტერნატივა. ჩვენ დღეს უკვე ისეთი განწყობებია საქართველოში, რომ ამ განწყობის კაპიტალიზაცია, გაერთიანება რომ მოხდეს, ხო იმ სამი ძირითადი ამოცანის ირგვლივ რაზეც თან ხდება საზოგადოების დიდი ნაწილი, ხო, რა არის ეს? ეს არის არჩევნების დანიშვნა, ეს გახლავთ ევროპულ გზაზე დაბრუნება და ეს გახლავთ სინდისის პატიმრების გათავისუფლება. ეს არის თემები, რაც აერთიანებს ამ საზოგადოების უდიდეს ნაწილს. უბრალოდ ეს ყველაფერი დღეს მდგომარეობით არის დაგსაქსული, ხო, სხვა სოციალური და პროფესიულ ჯგუფებში. და ამის კაპიტალიზაცია უნდა მოახდინოს, ეს არის უზარმაზარი არმია, რომელსაც უბრალოდ არ აყავს სარდლობა, ხო? სარდლობა, რომელმაც ეს ყველაფერი უნდა გააერთიანოს და შეუქმნას პრობლემები, ანუ ალტერნატიული ძალის ცენტრი შეიქმნას, რომელიც ამ ხელისუფლებას აიძულებს, რომ დაბრუნდეს კონსტიტუციის ფარგლებში. და აქ გვაქვს ჩვენ პრობლემა, კი, ჩვენ ხედავთ ეხა აი გმირობის მაგალითებს პირდაპირ გეტყვით, ჩვენი ოპოზიციური პარტიების მხრიდან, ხო, რომლებმაც უნდა უსარდლონ ამ ყველაფერს წესით, ხო? და პატივისცემის მეტი რამე თქმის, ხო, იგივე ზურა ჯაფარიძის მიმართ ან ნებისმიერი სხვა ადამიანის მიმართ, რომელიც პირად გმირობას ავლენს, ხო? და ეს ნამდვილად პატივსაცემია, მაგრამ პოლიტიკოსის ფუნქცია თანამედროვე პოლიტიკოსის დისიდენტებისგან განსხვავებით 80-იანი წლების და 70-იანი წლების, ხო? მათი ფუნქცია ის კი არ არის, რომ პირადი გმირობის მაგალითები აჩვენონ და იძახონ, რომ აი ჩვენ ჯარისკაცები ვართ ამ ომში, ხო? ეხლა წარმოიდგინეთ, ხო, არმია
რომელსაც გენერალი ეუბნება, რომ მე ხა ნუ მეკითხებით რა როგორ უნდა ვიომოთ, ხო? მე ჩვეულებრივი ჯარისკაცი ვარ და მე ნუ მკითხავ და როგორც გინდათ ზეიომეთ, ხო? ეს არის აბსურდი, ხო? იმიტომ რომ არმია ეს არის რაღაც სტრუქტურირებული ესე რომ ვთქვათ, ის არის სისტემა სტრუქტურირებული და იქ სარდლობა არის პოლიტიკოსი. და პოლიტიკოსები სამწუხაროდ ამ როლს ვერ ასრულებენ. და ეს არის კიდევ ერთი კოზირი ბიძინა ივანიშვილის. ანუ მას ერთი კოზირი აქვს რუსეთის ზურგი აი რა ამ კოზირს როგორ ამუშავებს არის საინტერესო სხვათა შორის ნახეთ ოცნების ლიდერები მათ შორის მეგობარ აქტთან დაკავშირებით და ასე შემდეგ აი ესეთი ჩამონათვალი აქვს რომ აი 9 მაისს ვიდექით იქ თუ რაღაც ანტირუსულ დეკლარაციებს არ შევუერთდით თუ აი რაში გამო თუ დიპლომატიური ურთიერთობა გვაქვს თუ აი რაში გამოიხატება ჩვენი რუსობა ამ კითხვას სვამენ დრო და დრო. იმაში გამოიხატება რომ ესე რომ ვთქვათ იმ ოჯახის თარგზე ჭრიან ყველაფერს ხო ეხა მათი ყველაფერი ხო პოლიტიკური სისტემა ესე რომ ვთქვათ ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესი, მიგრაციული ინტეგრაციის პროცესი, კულტურული ინტეგრაციის პროცესი, საინფორმაციო ინტეგრაციის პროცესი მთლიანად რუსულ თარგზე იჭრება, კაცო. დიდი ბოდიში, მაგრამ ქართულ სახელმწიფო ტელევიზია გინდა ქართული სახელმწიფო ტელევიზიების გიყურებია და გინდა რუსული პროპაგანდისტული არხებისთვის. ერთ-ერთზე პირდაპირ იქიდან გადმოტანილი ტექსტებით ლაპარაკობენ, თარგმნიან ქართულად და ლაპარაკობენ, ხო, ანუ მართლობითი მოდელი რუსულზე იჭრება თავიდან ბოლომდე. ყველაფერი ესე რომ ვთქვათ, იქიდან მოდის, ანუ ჩვენ ვახდენთ ჩვენი სისტემის, ხო, საზოგადოებრივი, პოლიტიკური და სოციო-ეკონომიკური ცხოვრების სინქრონიზაციას საბჭოთა კავშირისთვის დამახასიათებელი სისტემის, ანუ ვემზადებით საბჭოთა კავშირში გასაწევრიანებლად. რა ფორმით რა ერქმევა ამ საბჭოთა კავშირს 3+3 იქნება ეს 3+3 ეხა აქ შეიძლება ორ ეტაპად გავითარდეს ყველაფერი ხო აი პირველი ეტაპი მე ვფიქრობ რომ ბილივარი გამომდინარე იქიდან რომ ხალხის განწყობები იცის ჩვენმა ხელისუფლებამ პირველ ეტაპზე ალბათ შევთავაზებენ 3+3 ფორმატს 3+3 ფორმატს რატომ იმიტომ რომ ესეც რუსული ტაქტიკაა რომ მას რუსეთს ესმის რომ გარდა დასავლეთის პრობლემისა რომელსაც ასე თუ ისე აგვარებს როგორც თვითონ თulis ხო მას აქვს კიდე თურქეთის პრობლემა ირანის პრობლემა იმიტომ რომ იმათაც აქვს ინტერესები და მას არ უნდა რამდენიმე ფრონტზე ბრძოლა საქართველოსთვის ხო შესაბამისად ამ ეტაპზე მოკლევადიან ჭრილში რუსეთი თulis რომ ის შედის ალიანსში ამ რეგიონულ ქვეყანასთან და ჩვენ ვხედავთ განცხადებებს ხო იგივე ლავროვის იგივე თუნდაც თურქეთის ხელმძღვანელობის, ირანის ხელმძღვანელობის, რომ რეგიონის პრობლემები რეგიონში უნდა წყდებოდეს, ხო, აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებებიც იყო შესაბამისი, 3+3 რას ნიშნავს, რომ 3 რეგიონული იმპერია დომინანტურად აკონტროლებს 3 ესე რომ ვთქვათ რეგიონულ პატარა ქვეყანას, ხო? 3+3 აი 6 ქვეყნის ერთიანობა კი არ ქვია, 3+3 ხდება, ქვია რა. ამით ხაზი ეცნება, რომ 3 არის დომინანტური და 3 არის კონტროლს ქვეშ მყოფი, ხო? აქ ნაწილდება რაღაცა, მაგრამ მე ვფიქრობ, ეს რუსეთს აქვს გეგმაში. აი როგორც კი 3+3-ში შეგვითრევენ და თუ ესე გაგრძელდა აუცილებლად შეგვითრევენ ამის გარანტიას გაძლევთ ამის შემდეგ უკვე დაიწყება ესე რომ შემოვა რელიგიური მოტივები ანუ დაიწყება რომ იქ პლეხანოვზე იქ რაღაცა ასე შემდეგ ანუ ფაქტობრივად ბიძინა ივანიშვილი ამზადებს ტრაქტატი 2-ზე ხელმოწერას მაშინაც იგივე მოცემულობა იყო იგივე 3 იმპერია საქართველოს ჯიჯგნიდა ესე რომ ვთქვა 3 მხრიდან ხო და ისევ ერთმორწმუნე რუსეთზე გაკეთდა აქცენტი, იმიტომ რომ რამ შეიძლება შეაფერხოს ეს პროცესი? მხოლოდ სინერგიამ, რომელიც გაჩნდება შიგა პოლიტიკური პროცესის თავის მობმით, ანუ ამ არმიის, საპროტესტო არმიის სტრუქტურირებით, პოლიტიკური ხელმძღვანელობით, რა თქმა უნდა, კაპიტალიზაცია უნდა მოხდეს, აი ეს უამრავი სოციალური და
პროფესიული ჯგუფი ხო, რომლების მარშებიც ვიხილეთ. ეს უნდა გაერთიანდეს სამი ამოცანის ირგვლივ, არ არის აუცილებელი რომ თანამოაზრეები გახდნენ ყველა, ხო? იქ განსხვავებებიც იქნება, მაგრამ ეს ამ სამ რაღაცაზე ხო თანხმდებით ყველა. მაგრამ ამას ჭირდება სარდლობა, რომლის ფორმირებაც უნდა მოხდეს და რა თქმა უნდა, ის უნდა გაძლიერდეს დასავლეთის მხრიდან წნეხით. ანუ აი ეს საგარეო და საშინაო პოლიტიკური პროცესი, დინამიური ქმნის სინერგიას, რომელიც დამერწმუნეთ ამ ხელისუფლებას გაისტუმრებს, ხო? და არ დაუშვებს აი ამ ნეგატიურ სცენარებს, რაც ახლა ვისაუბრეთ. კი ბატონო, მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. გია ხუხაშვილი პასუხობდა ჩვენს კითხვებს, ვლაპარაკობდით